როდის ჩატარდება ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარისა და ხელმძღვანელი რგოლის არჩევნები? მმართველ რგოლს პარტიაში მხოლოდ რეფორმის შემდეგ აირჩევენ. ამ პერიოდში პარტიას ეყოლება გარდამავალი დროებითი ხელმძღვანელობა, რომელსაც ყრილობაზე ივლისის ბოლოს აირჩევენ. მესამე პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პარტიაში ყველას არ მოსწონს, მათ შორის გუშინდელ დღემდე პარტიის თავმჯდომარე თინა ბოგუჩავას. ლიდერების ნაწილი მედიასთან საერთოდ არ ჩნდება, რითიც კომენტარებს ერიდება, თუმცა ამასობაში კმაყოფილია ქართული ოცნება. სააკაშვილის პარტიაში შიდა პრობლემამ დღეს გააბედნიერა კალაძე და ვოლსკი. ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები დროებით გაუქმებულია. მიხეილ სააკაშვილმა თავმჯდომარის არჩევნები გაურკვეველი ვადით გადადო. შესაბამისად ამ ეტაპზე პარტია ხელმძღვანელი პირის გარეშე რჩება. ამ ინიციატივას ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. თინა ბოგუჩავამ ფორმულას ეთერში მოიშველია საქართველოს ორგანული კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც ნებისმიერ პარტიას ავალდებულებს ჰყავდეს თავმჯდომარე. მუხლით 13. წესდებაში უნდა აღინიშნოს პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის წესი, მათი კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადა, ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და წარმომადგენლობის ფარგლები. მუხლი 22. პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინებას შემდეგი დოკუმენტები. განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის ამ პირების ხელმოწერით. პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციო წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს. ქართული კანონმდებლობით თუ პოლიტიკური პარტია ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, სახელმწიფო უფლებამოსილია მას პარტიის სტატუსი მოუხსნას ან რეგისტრაციაზე უარი უთხრას. სწორედ ამიტომ თინა ბოგუჩავასთვის გაუგებარია, როგორ აპირებს ნაციონალური მოძრაობა ახალი ფორმატით საქმიანობას. პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი მოითხოვს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა თუ ნებისმიერ სხვა, მას უნდა ყავდეს მმართველი პირი, ანუ ხელმძღვანელი პირი. როგორ გააგრძელებს ნაციონალური მოძრაობა ფუნქციონირებას, თუ მომდევნო თვეებში პარტიას არც თავმჯდომარე ეყოლება და არც სხვა პარტიულ თანამდებობებს ჩაიბარებს ვინმე. დღეს მედიასთან ნაციონალური მოძრაობის ის ლიდერები, ვისაც პარტიის წესდების მიხედვით უფლებამოსილება უკვე შეუწყდა, არ გამოჩენილან, თუმცა წევრები პარტიის საქმიანობის გეგმებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიას გვთავაზობენ. ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკვანძო თანამდებობებზე, მათ შორის თავმჯდომარის პოსტზე ადამიანების დამტკიცება 6 თვეში მოხდება. რა თქმა უნდა 6 თვის შემდეგ ამ პარტიაში ჩატარდება როგორც შიდა პრაიმერისები, ასევე შიდა არჩევნები და ეს არის 6 თვიანი ციკლი ამ პროცესის მოსამზადებლად. და კი ჩვენ ამ დემოკრატიულ ტესტს კეთილსინდისიერად ჩავაბარებთ. რა თქმა უნდა შეიძლება ეს ვიღაცაებისთვის არის მიუღებელი, მაგრამ ჩემთვის პირადად მიუღებელია პარტიის შიგნით თანამდებობისთვის ბრძოლა. ლევან სანიკიძე კი არ უარყოფს, რომ კონსულტაციები ამ მიმართულებით ახლა აქტიურად მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული. კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად ნაციონალურ მოძრაობაში ტექნიკური თავმჯდომარე ან თავმჯდომარეები დაინიშნონ. საკანონმდებლო დანაწესთან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ტექნიკურად ამ კოლეგიალური ორგანოდან ერთი ან რამდენიმე პირი სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში პარტიაში მიმდინარეობს შეობა ტექნიკურად ასრულებდეს იმ დაკისრებულ მოვალეობას, რომელიც უფრო სამართლებრივი თვალსაზრისით ეკისრება თავმჯდომარეს. ეს არ იქნება პოლიტიკური განაცხადი, არამედ უფრო სამართლებრივ ლეგალურად პრობლემის არ შექმნასთან დაკავშირებით, რომ არ იყოს არსებითი გამოწვევა. რატომ ვერ ხერხდება ოპერატიულად ნაციონალურ მოძრაობაში ახალი თავმჯდომარის დანიშვნა? პარტიაში აცხადებენ, რომ ხელმძღვანელი პირების შერჩევამდე ძირეული რეფორმებია განსახორციელებელი. ქართული ოცნება კი ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებულ პროცესებს გარედან აკვირდება და დაანონსებულ რეფორმებს სკეპტიკურად უყურებს. მაგალითად, ოცნების გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ერთპიროვნულად მართავდა. ამიტომ კახი კალაძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვისით ჩანაცვლდება და რა გადალაგებები მოხდება პარტიაში. რასაც მოინდომებს სააკაშვილი იქნება ისე, რა არჩევნებზეა საუბარი, ვისაც მოინდომებს დანიშნავს, ვისაც უნდა გააგდებს, გავიხსენოთ სხვა წინა შემთხვევები, როგორ იყო, არაფერი განსხვავებული არ ხდება.
ქართული ოცნების კიდევ ერთი სპიკერი გია ვოლსკი კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი მორიგი რევოლუციური სცენარებისთვის ემზადება. იგავარაკივით არის, როგორც არ უნდა გადაждდენ და სტრუქტურა და კონფიგურაცია, როგორც არ უნდა შეიცვალონ, არსი არ იცვლება, შინაარსი არ იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლები ჯამი არ იცვლება და უამრავი სხვა ესეთი ფრთიანი ფრაზა შეიძლება მოვიტანოთ ამასთან დაკავშირებით. აქ არის ერთადერთი მიზანი და ამოცანა, რომ მოხდეს რევოლუცია და ძალის მიერი გზით შეიცვალოს ხელისუფლება. ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ივლისის ბოლოსაა ჩანიშნული. სწორედ ყრილობაზე გახდება ცნობილი, ვისგან დაკომპლექტდება მიხეილ სააკაშვილის ავტორობით შექმნილი დროებითი მართვის ორგანო პარტიის შიგნით და ცალკე მდგომი სტრუქტურა სახელწოდებით რეფორმატორთა საბჭო პარტიის გარეთ. ამ დროისთვის ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა საზოგადოებას მხოლოდ ის გაუმხილა, რომ საბჭოს თავად ჩაუდგება სათავეში. აღმასრულებელ მდივნად კი ნანუკა ჟორჟოლიანი დაინიშნება.